მოგესალმებით მეგობრებო, მე ნატა ვარ, ეს ჩემი ავტოარხი ავტოპარკია, ეს კი ჩემი დღევანდელი სტუმარი C63 AMG S კუპეა. დღეს ჩვენ განვიხილავთ Mercedes-ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დახვეწილ გაყიდვად და მოთხოვნად მოდელს C63 AMG S კუპეს. მანქანა აღჭურვილია M177 ტიპის 4x0 ბიტურბო ძრავით. აქვს 503 ცხენის ძალა, ქარხნულს, ეს ქარხნული არ არის და მაგაზე მერე ვისაუბრებთ. აჩქარება ქარხნულად კატალოგში უწერია, რომ 3.7 წამში ჩქარდება. ვინც გატესტა ეს მოდელი ამბობენ, რომ დროს ძალიან დიდად არ უსწრებს და უწერია, რომ ქალაქში წვავს დაახლოებით 15-17 ლიტრას, ხოლო ტრასაზე წვა უწერია დაახლოებით 8-დან 10 ლიტრა. ნუ ამ მანქანისთვის ნამდვილად არ არის დიდი წვა. ჩემი აზრით ძალიან კარგი წვა არის და იდეალურია ამ მანქანისთვის. ნუ ვისაც უნდა რომ ჰყავდეს სპორტკარი, ლამაზი მანქანა, დახვეწილი, თან Mercedes-ი, თან ამ ძრავზე სწრაფი. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ ძრავზე ძალიან ბევრი რაღაცა შეცვლა შეგიძლიათ და შეგიძლიათ რომ ეს ძრავი გააძლიეროთ. გააძლიეროთ როგორც ცხენის ძალებით, ისე სხვადასხვა მახასიათებლებითაც. მანქანას როგორც უყურებთ არის კუპე, 4 კაციანი კუპე, არ გვაქვს 4 კარი, რაც მე ძალიან მიყვარს კუპეები, ჩემი სუსტი წერტილია. ფერზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, ამაზე ლამაზი ფერი მე პირადად მართლა არ მეგულება. თავიდან ფოტოებში რომ ვნახე ეს მანქანა, ვიფიქრე რომ ცოტა სხვანაირი მწვანე იქნებოდა რა და ანუ სინამდვილეში ეს ფერი აი ლაივში არის უეფექტურესი, აი ულამაზესი ფერია. და ყოჩაღ პატრონს რომ კატალოგში აი ეს ფერი არჩია და დღეს მანქანაზე გვხვდება ზუსტად ეს ფერი. ავტომობილზე მხოლოდ ფერი არ არის შეცვლილი, ავტომობილს ასევე შეცვლილი აქვს ძრავის ხუფიც და გვხვდება ულამაზესი ძრავის ხუფი, აი ულამაზესი კარბონის არის, აქვს თავისი ჭრილი, სადაც ულამაზესად ჩანს ეს ძრავი. მე პირადად მივესალმები მსგავსი ტიპის ძრავის ხუფებს. ძალიან ელეგანტურია, ლამაზია, დახვეწილია, განსხვავებული და ორიგინალურია. ნუ რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როცა ძრავი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვაჩინოთ. თორემ ძრავს თუ არ გამოვაჩინთ და არ გამოიჩინება, რა აზრი აქვს მსგავსი ტიპის ძრავის ხუფის დაყენებას ავტომობილზე. ყველაზე კარგი კიდევ ის არის, რომ ამ ძრავის ხუფზე მხოლოდ ეს ჭრილი არ გვხვდება, ასევე გვხვდება გვერდითა ჭრილის დამატებები, ეგრეთ წოდებული საჰაეროები, სადაც უკეთესად მოძრაობს ჰაერი და ეგ დეტალიც ძალიან უხდება. ცხაურა, ჩვეულებრივი, ლამაზი ცხაურა გვხვდება, დიდი არ არის და ამ ცხაურას ეძახიან GT Style ცხაურას, მე მომწონს, ძალიან ლამაზია, ასევე გვხვდება აი ეს საოცარი ცხვირი. აი ძალიან დახვეწილი, ძალიან ლამაზი და აი მარტო ის კი არ არის რომ უბრალოდ აი რაღაც მიდგმულია და უბრალოდ მიაწევს, არა, აი ყველა დეტალი არის ძალიან დახვეწილი. აქ რომ ამ ბამპერს არ ერწყმის, აი ეს ეგრეთ წოდებული პლასტმასი, ანუ ჭრილი გვაქვს, აქვს თავისი ეგრეთ წოდებული ბადე. ასევე აი აქაც ადგილია დატოვებული და ნუ მოკლედ ძალიან ლამაზ ვიზუალს იძლევა. ყველა თანხმდებით ალბათ რომ 205-ს განსაკუთრებულად ლამაზი ფარები აქვს, თავისი ორი ძალიან ლამაზი და დახვეწილი ლინზით. აი გვერდიდან რომ შეხედავ კიდევ უფრო ლამაზად ჩანს ის დეტალები, რასაც თვალი არ აღიქვამს წინიდან ყურების დროს. და დამახასიათებელი წარბი, რომელიც ძალიან ლამაზად მოყვება თავიდან ბოლომდე ამ ფარს და ზემოდან განთავსებულია პატარა დიოდური ნათებები, რომლების მთლიანობაში ძალიან ავსებს ამ მთლიანობას. ძალიან მომწონს პირადად მე ეს ფარები. მანქანა აღჭურვილია პარკინგ კონტროლებით, აქვს კამერა, რომელიც ისე ლამაზად არის, რომ აი არც ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი ყოველთვის არის ეგ. აქ არის კამერა. მე თუ მკითხავთ, შეეძლოთ ცოტა სხვანაირადაც გაეკეთებინათ, ოდნავ ეს ემბლემა ეწიათ და ეს კამერა ჩამოეწიათ, მაგრამ ალბათ ვერ აღიქვამდა ყველაფერს ეს კამერა და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ განთავსებულიყო აქ. ძალიან ლამაზია, მომწონს. თაც, ნუ განსხვავდება ჩვეულებრივი არა 6.3-ის ფრთისგან და აქვს დამახასიათებელი ჭრილი. და ესეც ძალიან გამოკვეთა სხვათაშორის მწვანე ფერმა. აი ჩრდილისავით რჩება. ასევე გვხვდება გვერდითა დამატება, რომელიც კარგია რომ მწვანე ფრად არ შეფუთეს.
იმიტომ რომ მთლიანად შეჭამდა ვიზუალს და აღარ გამოჩნდებოდა უბრალოდ ჩვეულებრივი გვერდითა მხარე გვექნებოდა. რაც შეეხება სარკეს, სარკე არის აი ულამაზესი ხალხო. ასეთი ლამაზი სარკე პირადად მე ჯერ არ შემხვედრია, განსხვავებული სარკე აქვს ძალიან და აი სულ რომ არაფერმა არ მიიქციოს თქვენი ყურადღება, ეს სარკე მაინც თავისას შრება. ნუ აი ასეთი მინდა ღამე წავიღო სახლში და საძინებელში დავდგა. მოკლედ ეს დისკები არის ქარხნული, ძალიან ლამაზია, მატოვი ფერია, არ პრიალებს და ეს პრიალა არის, ეს მატოვია, იდეალური კომბინაციაა. წინ 19-იანი ხოლო უკანოციანი დისკები, ნუ ქარხნულად ასე მოყვება. სამუხრუჭე სისტემა ამ მანქანაზე გვხვდება წითელი ფერის. ესე ძალიან მომწონს, ისიც რომ სხვადასხვა ფერის სამუხრუჭე სისტემები მოყვება ამ მანქანებს, როგორც ყვითელი, ასევე წითელი და თეთრი ფერიც არის მგონი. სერიც წითლები ძალიან მომწონს. მე მიყვარს სიფერადე, იცით? გაბარიტებთან შედარებით მართლა ძალიან პატარა საქარემინაა, მაგრამ ანუ ჭერი არის მთლიანად შუშა, მერე უკან დაშვებაც უკანა საქარემინაც. შესაბამისად, მთლიანობაში ძალიან ლამაზ ეფექტს იძლევა და თვითონ გონია, რომ ეს საქარემინა ძალიან დიდია, მაგრამ რეალურად ძალიან პატარა საქარემინა გვაქვს. ამ სასწავლი ავტომობილის სასწავლი ხმა უნდა მოგასმენინოთ ახლა მე თქვენ. უბრალოდ ეგრევე არ ხდება ხოლმე, აქ მთელი ფილოსოფია არის და უნდა გაჩვენოთ ეგ ყველაფერი რა როგორ და რანაირად ხდება. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავქოქოთ ჩვენი ავტომობილი. შემდეგ გადმოვიტანოთ სპორტ პლუსში, რომელიც იქ არის და ამ ღილაკით ხდება ეგ ყველაფერი, აი ამ პაწია ღილაკით ვაკონტროლებთ მაგას და ახლა თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ამ მანქანის დემონური ხმა. ჯოჯოხეთურად კარგი ხმა აქვს, აი იმდენად კარგი ხმა აქვს ხალხო, რომ აი სამყაროში თუ რამე არსებობს, დანარჩენი ყველაფერი გავიწყდება. გახსოვს მხოლოდ ეს მანქანა, რომ არსებობს შენ და არსებობს ამ მანქანის საოცარი ხმა. ოფიციალურად შეყვარებული ვარ ამ მანქანაზე. აი ოფიციალურად მიყვარს. არაჩვეულებრივია. ძალიან ლამაზია ხალხო. ძალიან დახვეწილი ფორმებით. პირველ რიგში რაც ძალიან მომეწონა არის სპოილერი. სპოილერი რატომ მომეწონა ასე ძალიან? პატრონმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა მოკლედ, გადაწყვიტა რომ თავისი ორიგინალი პატარა სპოილერი არ მოხსნას, არამედ დაამატოს ეს სპოილერი, თან ისეთი დგომა აქვს ამ სპოილერს, რომ გგონია ერთი მთლიანობა. რეალურად ეს არის კიდევ სხვა დამატებითი სპოილერი ამ მანქანის. და ეს არის მისი ქარხნული სპოილერი. ნუ სანომრე ნიშანი ამ შემთხვევაში გვხვდება პატარა, მაგრამ ისეთი ნომერი გვიყენი ამაზე დიდი არც გვჭირდება, მაგრამ აი ესენი რა არის? ალბათ სეიფია რამე რომ შევინახოთ თუ რისთვის გვაქვს. ნუ ესენი გაითვალისწინეთ რომ გვხვდება ამერიკულ ვერსიებში, ანუ ევროპულ ვერსიებს ეს ორი რაღაც მიშენება არ მოყვება. მე არ მომწონს, ჩემთვის რაღაცა აი რავი, არაფერს არ ნიშნავს რა. ამას კიდევ უხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ფერი იმდენად იგებს, რომ აი ეს გამოკვეთილი დეტალები თითქოს ლამაზად გვეჩვენება, მაგრამ ეს რომ სხვა ფერზე ნახოთ, დამინჯერეთ, არ მოგეწონებათ. მე ხომ მიყვარს ლაქშერი მანქანები, ეს მანქანა ლაქშერია, ამიტომ ფეხით იღება. ფეხის ამორტყმით. და მე მეგონა რომ ძალიან პატარა საბარგული ექნებოდა მანქანას. სიმართლე გითხრათ, იცით რა არის? მოცულობაში პატარა არის, ანუ აქ რაღაც დიდი ნივთის ჩადება, პრობლემა იქნება. უბრალოდ სიღრმე აქვს საკმაოდ დიდი და ეგ არის. საბარგული ნუ ახლა კუპეა, სპორტკარია და მორჩარა, მეტი რა გინდა, ამაზე მეტი საბარგული რავი. ნუ სალონი აქვს ზღაპარი. თეთრი ფერის იყო ეს მანქანა თავიდან. სალონი აქვს მართლა ულამაზესი და უსასწავლესი, წითელი ფერის სალონი გვხვდება აქაც. რაც შეეხება კარს, კარზე დატანილია აი ყველაფერი რაც გვჭირდება. გათბობა, გაგრილება, სკამის თვითონ მორგება ჩვენს გემოზე. აქ კიდევ გვხვდება სარკეების გასწორება და ნუ რაც გვხვდება ხოლმე ჩვეულებრივ. ასევე გვაქვს საბარგულის გაღება აქედან.
ეს ძალიან კაი დეტალია. აი ეს დეტალი უზომოდ მიყვარს. სავარძლები ალბათ ყველა სპორტულ მანქანას უნდა ჰქონდეს, აი რაღაც განსაკუთრებულად კარგი რომ მოგეწონოს და იგრძნო რომ მართლა სპორტ კარში ზიხარ. ძალიან კარგი სავარძლებია, ძალიან კომფორტულია. ხრათ რომ ძალიან რბილია და აი მაიბახში ზიხარ თქო მოგატყუებთ. თუ ასეთ მანქანას მართავ, მაშინ ეს სავარძელი გჭირდება. დანარჩენ შემთხვევაში რა თქმა უნდა მივესალმები რბილ სავარძლებს. საჭი არის ულამაზესი. ალკანტარას ნაჭრით არის შემოსილი გვერდებიდან და დამიჯერეთ ძალიან კარგია ხელისთვის, აი ზამთარშიც ზაფხულშიც. არ სრიალებს ხელი, კარგად ეკრის და საჭი არის აი მთლიანად შენს ხელში. აქ რომ დავქოქავ მანქანას და ინახავთ რომ თავისი მაჩვენებლები აქვს იჩქარის, უბრალოდ რაც არ მომწონს ხალხო არის ერთი რამ. დავიწყოთ იქიდან რომ არ მომწონს. თვითონ აი ეს ზედაპირი, იმიტომ რომ შეეძლოთ ბევრად კარგი ზედაპირი გაეკეთებინათ. აი გაჩვენებთ ახლა. აი როგორ თქვა რა, რაღაცა უხარისხო დეტალია რა. მაგრამ ნუ რას მოვთხოვთ aftermarket-ის საჭია და თლად ისეთი ხარისხი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში aftermarket-ის კვალობაზე ძალიან ლამაზი საჭია მე თუ მკითხავთ. რაც შეეხება აი ამ დაფას, ეს დაფა ძალიან ორიგინალური და ლამაზია. მძღოლის მხარეს არის წამოწეული მოყვება მაჩვენებლების დაფას, ხოლო დანარჩენი ზედაპირი გასწორებულია და ძალიან ლამაზად არის, არც აწეული, არც დაწეულია. ძალიან ლამაზ ვიზუალს იძლევა. მაჩვენებლების დაფაც მე თუ მკითხავთ, აი რაღაცნაირია რა, აი ძალიან ლამაზია, იცით? უცხოა. შვენიერი მაჩვენებლების დაფა აქვს. აი ეს მონიტორი ოღონდ წერია სიმართლე გითხრათ არ ვიცი. იცით როგორი თემაა? აი ყველაფერი ხო გააკეთეს ესე და აუ ბიჭო მონიტორი გვაკლია, დროზე სადმე მივაკეროთო და მიაკერეს. აი ეს მონიტორი მაგალითად რომ იყოს, რომ იკეცებოდეს როგორც აუდსაკ ან სხვადასხვა მარკის უკვე ახალ მანქანებს იქნებოდა ძალიან ლამაზი, დაქოქვის დროს ამოვიდოდა და გაიშლებოდა, ჩაქრობის დროს ჩაიკეცებოდა და ყოველ შემთხვევაში მიშენებულისავით აღარ იქნებოდა. თუმცა მონიტორი კარგი ხარისხის არის, კარგი გამოსახულება აქვს ძალიან, არც ძალიან დიდი არ არის, არ სჭირდება სპორტკარია, არც ძალიან პატარა არ არის და ჩვეულებრივად კარგი გამოსაყენებელია. ეს მრგვალი ჰაერის გრილები მე თუ მკითხავთ, ცუდი არ არის, ყოველ შემთხვევაში 4 კუთხედებს მირჩევნია. ყველაზე კარგი იცით კიდევ რა არის, რომ ძალიან გაწელილი არ არის ეს ყველაფერი, ძალიან პატარა, კომპაქტური, ლამაზი ღილაკები აქვს და კიდევ ღილაკებში რაც მომწონს, ანუ რაღაცა ხავოიანია რა, აი კაცუნობს და ეს კაცუნობა მე მომწონს. აქ აქვს სათავსო. ჩვეულებრივი სათავსოა, არაფერი განსაკუთრებული, საკმაოდ დიდი და ხდება აი ეს საყვარლობა. ახლა რა ხდება აქ? ეს არის ხმის ამწევ-დამწევი და გაჩვენეთ რომ აი ეს ღილაკი არის ჩვენი კომფორტი, სპორტი, სპორტ პლუსის და ასე შემდეგ მაჩვენებელი ღილაკი, ანუ ძალიან მარტივი მენიუ აქვს. დანარჩენი მოცურება აქ მაყუჩების ჩართვა, თუ გვინდა რომ მაგალითად დგომის დროს ძრავი თავისით ჩაქრეს და მერე დაძვრის დროს თავისით დაიქოქოს მაგის ჩართვა, გამორთვა და ასე შემდეგ. ეს ორი სილამაზე ემსახურება მონიტორს. ანუ მონიტორს მართავთ სწორედ აი ამ ორი მოწყობილობით და ძალიან რაც მომწონს აი დინამიკების ფორმებია. აი უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზია. როგორ უხდება, როგორ ლამაზად არის. სათავსო რომელიც ყველა მანქანას აქვს, ამ მანქანასაც რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ მე აქ ვიპოვე ერთი ძალიან კარგი დეტალი და არის ეს, ანუ საბარგული შეგვიძლია ჩავკეტოთ, ბლოკი დავადოთ, ისე რომ ვერავინ ვერ შეძლოს ჩვენს გარდა მისი გაღება. რა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ყველა მხელები ყველგან არ უნდა უფათუროს. იქნება რა მიდევს. ვაიმე. რავი ხალხო, ანუ მაქსიმუმ იმისთვის თუ გამოიყენებთ უკანა სავარძლებს, რომ ბავშვის სავარძელი დაამაგროთ, ან ჩანთა გადმოაგდოთ რას საბარგულში ჩადება თუ გეზარებოთ. მეტი აქ ჯდომა არა. გამორიცხეთ, იმიტომ რომ ჩემი აღნაგობის ადამიანისთვისაც კი ვიწროა აქაურობა. აი ვერა. აქაც გვხვდება დინამიკები და კიდევ მეგობრებო, რაც ძალიან მომეწონა და აუცილებლად უნდა გითხრათ, აი კარზე დატანილი, აი ეს წითელი ძაფით შეკერილი ტყავია. უბრალოდ ამაზეც ნაფიქრი აქვს, როცა შეეძლოთ რომ საერთოდ არ ყოფილიყო ასე ლამაზად დაყოფილი სექციებად, უბრალოდ მთლიანად გამოეშვათ. ჭერი რაღა დაგემალოთ და ცოტა დაბალია. წარმოიდგინეთ, ჩემზე ოდნავ მაღალი ადამიანი რომ დაჯდეს, ვერ დაჯდება. როგორ დაჯდება? ფიზიკურად ვერა. და ნუ განათება გვხვდება. ორზე მეტი კაცი აქაც წარმოუდგენელია რომ ჩაჯდეს. მადლობა გეთაყვა. გმადლობთ. აუცილებლად შევიკრავ. ანუ ისე გაწუდის რომ არ შეიკრა, შეიძლება შეგრცხვეს.
ბოლო-ბოლო. აი, სინდისზე გაწვევა. ძალიან კაია. ესეც ჩვენი ძრავი. ძალიან თბილია ხალხო და ძალიან კაია. როგორც გითხარით, ძრავი არის 4-დან 0, გამოიმუშავებს ქარხნულად 503 ცხენის ზალას. მაგრამ ეს ავტომობილი როდია 503 ცხენის ზალით? უნდა დავიჭირო ხელით, რადგან ძალიან მსუბუქია ძრავის ხუფი და შეიძლება დაიხუროს. ერთხელ დამეხურა უკვე. მოკლედ, ავტომობილზე შეცვლილია downpipe-ი, ასევე გამშვების სისტემაც, ჩაწერილია stage 3 და აყენია ჰიბრიდული ტურბოები, რომლებიც იცით რა ფასთან არის დაკავშირებული, რამდენი შრომა აქვს მეპატრონეს ამ მანქანაში ჩადებული, რომ ყოფილიყო ზუსტად ისეთი, როგორიც არის. ანუ 800 ცხენი არ არის ცოტა, ვიზუალი რომ აი ასეთი გქონდეს მანქანაზე, არც ეგ არ არის მარტივი და რავი, მადლობა მეპატრონეს, რომ მე მანდო ეს მანქანა წამოვიყვანე. ამინ იმდენად ცუდია, რომ რავი, ხან იქ ვიყავით, გაგვიწვიმდა ერთი მეხი არ ჩამოვარდნილა, თორემ ყველაფერი გავიარეთ დღეს. ვსივართ სპორტკარში, მოგწონს, კუპეა, ხმა იდეალური აქვს, მანევრირება ძალიან კარგი აქვს. მაგრამ არის მაინც ერთი, მაგრამ უხისტესია. აი, იმდენად ხისტის ატარებელია, თითქოს იღლები, აი, როგორც კი ცოტა დიდ დროს ატარებს საჭესთან, თითქოს იღლები რა. ხისტია, ანუ ჯდომის დროსაც, აი, გადასვლები, მოსახვევები, ხისტად შედის, ხისტად გრძნობს ყველაფერს, აი, ყველა კენჭი იგრძნობა. ალბათ აი მთელი მუღამიც ეგ არის სპორტკარობის. მოხევის კუთხე კარგი აქვს. აი, თვითონ რეაქციაც რისი გაკეთება გვინდა, კარგად მოგყვება. მეგობრებო, ვინც ფიქრობთ, რომ ეს მანქანა იყიდოთ, იაფი ნამდვილად არ ღირს. საბაზრო ღირებულება სადღაც 50-მდე მერყეობს, გააჩნია კომპლექტაციას და როგორც იყიდით თვითონ ამ მანქანას. პატრონს საკმაოდ დიდი თანხა უზის ამ მანქანის აწყობა და აი ამ ეტაპამდე მოსვლა, რა ეტაპზეც ეს მანქანა არის. სერვისი, ნაწილები ძვირია. მერცედესის ცენტრი გვაქვს საქართველოში და ყველანაირი სერვისის ჩატარება არის ხელმისაწვდომი, არცად წასვლა არ გჭირდებათ და იმაზე ფიქრი, რომ აი რაღაცა მოხდება და ნაწილს ან რამეს ვერ იშოვით და ვერ გამოცვლით, ეგეთი რამე გამორიცხულია, იმიტომ რომ გვაქვს ეგ მომსახურება და მიიღებთ ძალიან ჩვეულებრივად ყველაფერს. მთელი დღეა დამყავს და ყურადღების ეპიცენტრშია სულ. აი, ყველა უყურებთ. ბავშვების გაბრწყინებული სახეები ხომ საერთოდ სხვა ლეველია, მაგრამ ხმაც იმხელა ხმა აქვს, რომ ყველგან ისმის. აი, ყველა უყურებს ამ მანქანას. არაჩვეულებრივი მანქანა არის, მისი სიხისტიდან გამომდინარე, მაინც ძალიან მომეწონა. პირადად მე სიამოვნებით გადავიხდიდი ამ ხელა თანხას, არ დამენანებოდა. შევაჯამებ ვიდეოს. დადებითი მხარეები თვითონ ის არის, რომ აი არაჩვეულებრივი მანქანა არის, მართლა გრძნობ, რომ სპორტკარში ზიხარ, მიუხედავად იმისა, რომ 5 და 5 ბიტურბო აღარ გვხვდება სამწუხაროდ. ინტერიერი, გადასარევი, ექსტერიერი არაჩვეულებრივი. უარყოფით მხარეებში, რაც შეიძლება ჩავთვალო მე პირადად არის უკანა სავარძლები და ის სივრცე, რაც უკან გვხვდება, არაფერი არ არის დამიჯერეთ, იქ ადამიანის ადგილი არ არის. უარყოფითი კიდევ რა შეიძლება იყოს ამ მანქანის გარდა იმისა, რომ არის ძალიან ხისტი, აი უხისტესია გღლის. აი ჯდომის დროსაც კი ცოტა დამღლელია, ანუ სხვანაირი სავარძლები აქვს და მანქანაშიც ყველაფერს გრძნობ რა. დანარჩენი ხმა იდეალური აქვს და არის უდიდესი პლუსი ამ მანქანის. ზოგადად მერსედესი გამორჩეულია თავისი ხმით. ხედვას რაც შეეხება, გითხარით რომ საქარემინა პატარა აქვს, მაგრამ შიგნიდან აღარ იგრძნობა, იმიტომ რომ შიდა სივრცე ძალიან პატარა აქვს, ამაზე მეტი საქარემინა ფიზიკურად ვეღარ იქნება. პატარა შიდა სივრცე აქვს, შესაბამისად საქარემინაც ეგეთი გვხვდება. სარკეების ზონა ცუდი არ არის, CLS-ში მართლა ვერაფერს ვერ ხედავდი. იმის სარკეები ცოტა კიდე რაღაც სხვანაირი, ანუ გაბარიტებშიც ბევრად დიდი იყო ის მანქანა. გაბარიტებშიც კარგია. ხილვადობას კარგია. მოკლედ ეს მანქანა მომეწონა მე. თუ შევადარებდი BMW-ს, რომელიც გავტესტე მე და ვიდეო ან ამამდე დაიდება, ან ამის მერე, სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით ზუსტად. მე და BMW-ს საბოლოოდ ჯერდები იმ აზრზე, რომ ვერ ვთანხმდებით
არ ვართ ერთმანეთისთვის შექმნილი და ანუ Mercedes-ი როგორც ჩემი პირველი სიყვარული რჩება პირველ სიყვარულად და მორჩა. სტოპ. აი, არაფერი არ შეცვლის ამას. რა მანქანას არ უნდა ვიყურიო ცხოვრებაში, Mercedes-ი მაინც ყოველთვის პირველი იქნება. მოკლედ მეგობრებო, ვიდეო დასასრულს უახლოვდება. იმედია მოგწონთ ჩემი კონტენტი, ჩემი ვიდეოები, ჩემი შემოთავაზებული ავტომობილები. თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ ეგეს დამიწეროთ. ყოველთვის ვიღებთ კრიტიკას. ვცდილობთ რომ გავაუმჯობესოთ ყველაფერი. უკეთესი ვიდეო შემოთავაზება მინდოდა ამ ავტომობილის, მაგრამ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო და გადადება გადავიფიქრე მხოლოდ იმიტომ რომ მაინც ზამთარია და კაცმა არ იცის რა დროს რა ამინდი შეიძლება დაგვემთხვეს. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, დაგვიწერეთ კომენტარები, დამიწერეთ ისიც შემდეგი რა მანქანის ხელვა გსურთ ჩემს ავტოარხზე. მე ყველანაირად ვეცდები რომ ის მანქანა მოვიყვანო, შემოგთავაზოთ, გადავიღო და ჩემი აზრი დავაფიქსირო იქ.